მოგესალმებით. დღეს თემა იქნება პარტნიორებზე. უფრო გოგონებისთვის, თუმცა მამაკაცებიც იპოვიან თავიანთვის არსს. რა ხდება ზოგადად ქალსა და მამაკაცს შორის, როცა ისინი გადადიან გაცნობიერების გზაზე. როცა ავითარებენ თავიანთ ცნობიერს. როცა დაიწყო ეს გადასხვა, ესე მასობრივად ბერმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მათი ურთიერთობები გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, ბევრთან ინგრევა, იმიტომ რომ კარმულია და როცა ერთი პარტნიორი ვითარდება თავისთავად, სხვა ვიბრაციებზე გადადის და აღარ რეზონირდება მეორესთან. ის აღარ არის მისი იდეალური მოდელი და შესაბამისად სამყარო მისთვის ახალ ავატარს მოძებნის. აქ იქნება განშტოებები, ვინც ხშირად ჩხუბობს, კამათობს და ვერ გვარდება. აქ არ არის საუბარი საუკეთესო პარტნიორებზე, თუმცა ასეთ ადამიანებს მე ვეღარ ვხედავ ჩემს ირგვლივ, კაიხანია და ჩემს სამყაროში, ჩემს პროექციაში აღარ არიან. მე ვხედავ იმათ, ვინც მწერს პირადად, რომ მათი სიყვარული გაიბუჩქნა, ეს რაღაც არაჩვეულებრივია, ისეთი სიღრმეა, რომელიც არ გავს შეყვარებულობის პერიოდს. სად არის სიყვარულის დასასრული? არსა. როცა შენი ცნობიერი ზრდა დამთავრდება, თუ დაბლოკავს შენს თავს და შეწყვეტ განვითარებას, ეს იქნება დასასრული. იზრდება ცნობიერი, შევითარდები. თავს გრძნობ უფრო ფართოდ, უფრო დიდად, უფრო კაშკაშად. შინაგანად იბუჩქნები. შინაგანად გრძნობ, რომ უნდა გაეხსნა სამყაროს. იზრდები ფინანსურადაც. პარტნიორი გირეკლავს შენს მდგომარეობას. ნებისმიერი ადამიანი არა აუცილებელი ეს პარტნიორი იყოს. შენ შინაგან მდგომარეობას გირეკლავს დედა, მამა, შვილი, მეგობარი. რაიმე თუ არ მოგწონს, შეგიძლია შეცვალო შენი მხრიდან, წარმოიდგინო, როგორი ურთიერთობა გინდა რომ გქონდეს იმ კონკრეტულ ადამიანთან. წარმოიდგინო, როგორი ადამიანი გინდა რომ იყოს ის. ამაზე არსებობს ბევრი პრაქტიკები, მედიტაციები, ურთიერთობების დასალაგებელი. მე მაქვს დედა საურთიერთობის პრაქტიკა. წარმოიდგინე, რომ დედა უკვე შეიცვალა, ის ისეთია, როგორც შენ გინდა რომ იყოს, კეთილი, ბედნიერი, ჯანმრთელი. შეხვდი დედას, გეხუტება, გაძლევს სიყვარულს, შენც აძლევს სიყვარულს. არსებობს მოსაზრება, რომ დედამ ცუდად გაგზარდა. მან გაგზარდა ის, როგორც ესმოდა, როგორც ის გაიზარდა. მან მოგცა ყველაფერი. მას სხვანაირად არ შეეძლო. არ იყო მის აზროვნებაში მოქმედების სხვა მოდელები. მან მოგცა მაქსიმუმი, მას ძალიან უყვარხა. ამ სიღრმისეულ დამუშავებებში ხვდები, რომ პარტნიორთანაც იგივე მუშაობს. იძირები საკუთარ თავში, შედიხარ გულში და გულით გრძნობ, როგორია შენი პარტნიორი. როგორ გრძნობ თავს მის გვერდზე, თავისუფლად, ლაღად, მშვიდად, დაცულად. კიდევ ბევრი რამე შეიძლება. რომ მიუხედავად რაღაც სიმძიმეებისა, ყველაფერში გეხმარება. იგივე კაცებისთვის შეგიძლია წარმოიდგინო ქალი ყველა ასპექტში, როგორია იგი სილამაზითაც, ურთიერთობითაც, როგორ გრძნობ თავს მასთან. ნასვორმაციის დროს ეს აღმოჩენა გავაკეთე. ასე მუშაობს, რომ მე უნდა წარმოვიდგინო, რას ვიგრძნობ იმ ადამიანთან. როცა მე ვხედავ პარტნიორში აგრესიას, წყენას, გაუგებრობას, დაღლილობას, ეს არის ჩემი სარკე, მაჩვენებს ორ ასპექტს. პირველი, რას ვფიქრობ მე მასზე. მაგალითად, მე ვიცი, რომ საღამოს მოვა დაღლილი, ან საღამოს მოვა ბედნიერი საჩუქრით.
ეს ყველაფერი ჩემი ფიქრებია მასზე. მეორე ასპექტი. თუ რას გვგრძნობ, მე რასაც მე ვგრძნობ, ის ამირეკავს და დამანახებს. ძალიან კარგად შეიძლება ამის დაკვირვება ბავშვებზეც. დედის მდგომარეობას ასახავს ბავშვი. თუ დედა დაღლილია, შფოთავს, სამსახურში სულ ფიქრობს, როგორ არიან მისი ბავშვები ბაღში, სკოლაში, სულ ფორი აქობს და მათზე ფიქრობს. ბავშვები ყოველთვის ავად იქნებიან. ან კიდე სხვა რამე მოუვათ, განსაკუთრებით ეს არის ხოლმე 3 წლამდე. ანუ ბავშვის ქცევაზე ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი. 12 წლამდე ასეა. მიჯაჭვულობა, ჭიპლარის საბოლოო ჩახსნა ხდება ამ დროს. ყველაფერი რაც ირგვლივა, რასაც ვხედავთ, ეს ჩვენ ვართ. ხო, ეს მე არ ვარ, როგორც ჩემი სხეული, თუმცა საერთოდ ცნობიერია ყველაფერი, სამყარო ქვეყნები, ხალხი, მოვლენები. თუ სადმე რამე ხდება, ესე იგი ეს ჩემში ხდება რაღაც. როგორც კი შენს თავზე იწყებ მუშაობას, გადადიხარ გულის ცენტრში. მერე ხედავ, რომ აქ ყველაფერი თამაშია. მერე ნელ-ნელა ხედავ, რომ ეს შენ გაქვს გავლენა მოვლენებზე. სოფლიო მოვლენებიც დამოკიდებულია იმაზე, რანაირ სამყაროს ხედავ. თუ ყველა დაინახავს იდეალურ სამყაროს, იხალისოს და იყოს ჰარმონიაში ამ სამყაროთი, ბუნებრივად ყველაფერი დაეწყობა იმისკენ, რომ შეიძლება უკეთესობისკენ. და ყოველი ქვეყანა თავისი პატარა კოლექტივით, კოლექტიური ცნობიერით, რომელიც მოქმედებს კეთილგანწყობაზე ქვეყნის და ასე შემდეგ. ქვეყნის მიხედვით შეგიძლია განსაზღვრო რა აზროვნების ხალხი ცხოვრობს იქ. სულ უნდა იყოს შენს თავში, შენს გულში. როცა რა მიმანიშნებს, როცა არ ვარ ჩემში და 3D პროექციაში ვიწყებ რეაგირებას. როცა მინდა რომ მის თავში შევძვრე, გავიგო რას ფიქრობს და გრძნობს, ან რამე დახმარება ხომ არ უნდა. მორჩა, მე გამოვედი ჩემი თავიდან. ჩემთვის ასე გამოვიდა ყოველ შემთხვევაში, რომ არ შეიძლება ასე ხალმად და ინტერესით ჩაუხმავდე მის გრძნობებს. თუ ის არ იმყოფება იმ ვიბრაციებზე, რაზეც შენ, ამ შემთხვევაში შენ შეისრულტავ მის ყველაფერს. ეს ასევე არის, როცა გრძნობ სხვა ადამიანის მდგომარეობას, გრძნობ თუ როგორ ხდება იგივე მოვლენები შენთან. სამყარო გაძლევს ზუსტად იმას, რაც შენი შინაგანი მდგომარეობა გირეკლავს. ანუ შენ ქმნი, სამყარო არაფერს აკეთებს. ამას როცა მიხვდები, დაიწყებ ფიქრის კონტროლს და მიხვდები იმასაც, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ყოველი ფიქრი. ამიტომ ყოველი ფიქრი უნდა იყოს სუფთა, მომავლისთვის. ყოველი ნეგატიური ინფორმაცია, ყოველი ნეგატიური მოვლენა, რომელსაც განიცდი, ისევ წრეზე ტრიალებს, რომისგანაც უნდა გამოვიდეთ. ვფიქრობ, ჩემს ველზე არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ტელევიზორს უყურებენ ან რაიმე ნეგატიურ ინფორმაციას. როცა იმ ნეგატიურ ინფორმაციას უყურებ, იქ ხარ, შენც იქ ხარ იმ ნეგატივში. ჩემ შემთხვევაში გამოდის, რომ მე ადამიანში შევდივარ, ვგრძნობ მის გრძნობებს, განვიცდი როგორც საკუთარს. ვითიშები, უბრალოდ გამოვდივარ ჩემი სხეულიდან, ჩემი სიღრმიდან. ტრანსფორმაციები, ეს ჯერ კიდევ გზა არის. მე ვიცი, რომ მე იდე უფრო შორს მივდივარ და
სპეციალურად ვცდილობ ისევ დავიბრუნო საკუთარი თავის შიგნით, ჩემში. არ მინდა არ მომწონს ის ენერგია, საიდანაც ვცდილობ, რომ გამოიყვანო ჩემი თავი ის ძლიერია, მკვრივია, 3D პროექციაში ყველაფერი მძიმეა. თუმცა როცა ადამიანი მოდის კონსულტაციაზე და მე მასში შევდივარ, აქ ვიცი, რომ მე მუშაობ და მას უნდა გავაგებინო ის, რისთვისაც მოვიდა. ეს პროგრამა ჩემში ჩავიწერე, რომ რასაც ვხედავ ადამიანში, მომენტალურად შევცვალო. ვცვლის შეგრძნებებს, როგორი უნდა იყოს ის, რა უნდა ხდებოდეს მასთან და ასე შემდეგ. ყველაზე რთული ამის გაკეთება არის პარტნიორთან. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, თუმცა კარგად გავდივარ გაკვეთილს. მაინტერესებს თქვენთან როგორ არის, გძნობ თუ არა, რომ ეს თქვენი ფიქრები მოქმედებს. სამყარო უბრალოდ სივრცეა, რომელსაც ვიყენებთ. არ არსებობს რაიმე გასაღები ან რაღაც შეერთება, რასაც დაუკავშირდები და შენი სურვილები ასრულდება. ეს ყველაფერი შენი ენერგეტიკაა და იგივე გიბრუნდება.